ვენახეობა მეღვინეობის შესწავლით. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველი, ღვინოს აყენებდა ჩვენს ტრადიციულ ჭურჭელში, ქვევრში. მაგრამ როდესაც დაასრულა თავის სამხედრო კარიერა, გადაწყვიტა, რომ უფრო ღრმად შეესწავლა მევენახეობა, მეღვინეობა, ამისათვის იმოგზაურა საფრანგეთში. მოინახულა ბორდოს, ბურგუნდიის, შამპანის რეგიონები, სადაც შეისწავლა კლასიკურად ღვინის დაყენების ტექნოლოგია. კლასიკურად ღვინის დაყენების ტექნოლოგია გულისხმობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში წარმართულ ფერმენტაციას მხოლოდ ყურძნის წვენში, კანთან კონტაქტის გარეშე. მაშინ, როცა ჩვენს ტრადიციულ ჭურჭელში ვიყენებთ ყველა თავის მაგარ ნაწილს, ეს კანს, რბილობს, წიფწას, კლერტს და წვენს ყველაფერს ერთად ვათავზებთ ქვევრში. შეისწავლა ასევე ცქრიალა ღვინის დაყენება შამპანურის ტექნოლოგიით, რადგან შამპანის რეგიონში იყო კონკრეტულად. აღმოაჩინა შატოს კონცეფცია, რომელიც 4 ელემენტისგან შედგება, ეს არის ისტორია, საკუთარი ვენახები, საწარმო, მარანი და სასახლე. ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოიყვანა ფრანგი დიზაინერები და არქიტექტორები, მათი დახმარებით ააშენა სასახლე, გააშენა ვენახები და დაიწყო მასიურად ღვინის წარმოება კლასიკური ტექნოლოგიით. მაგრამ იქამდე რა თქმა უნდა, საქართველოში იწარმოებოდა კლასიკურად ღვინა, პირველი გეცოდინებათან ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემოიტანა, მაგრამ არ ჰქონდა ეს ტექნოლოგია სწორად და კარგად შესწავლილი, ივანემ გაანათლა ისიც და შემდეგ უკვე მასიურად, უკვე ერთობლივად დაიწყეს წარმოება. თავდაპირველად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს ტრადიციულ ტექნოლოგიაზე, ქვევრზე, რომელიც თიხისგან არის დამზადებული. მის გამოწვევას დაახლოებით 3-დან 5 დღემდე სჭირდება, დაახლოებით 1000 გრადუსზე ხდება თიხის დამუშავება და დღესდღეობით თიხა ქვევრი შიგნიდან არის ცვილით დაფარული, რადგან არ მოხდეს შიგნით მიკროოქსიგენიზაცია, ანუ უფრო დიდი რაოდენობით არ მოხდეს ჟანგბადის შესვლა ფორებიდან.